100-ზე მეტი ბრენდი და 1000-ობით ვიზიტორი. თბილისმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა ვისკის ფესტივალს და ალკოჰოლური სასმლის მოყვარულებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ბიზნესებს ერთ სივრცეში მოუყარა თავი. ძალიან ბევრი სტუმარი იყო ფესტივალზე, ესეთი დასწრება არასდროს არ ყოლია. ეს ფესტივალი რიგით მეოთხე ფესტივალია, 60-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს და 100-ზე მეტი სტენდია, 107 თუ 109 სტენდია ამჟამად წარმოდგენილი. 3000-ზე მეტი დასახელების სასმელია სტუმრებისთვის დასაგემოვნებლად. განსაკუთრებულად წელს იყო დიდი მოთხოვნა უცხოური კომპანიებიდან. წარმოდგენილია უკვე ჩვენთან 5 კომპანია წელს, რომელიცაც ჯერჯერობით არ აქვს ბაზარი და ეძებენ იმ იმპორტიორებს, რომ თავის პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს საქართველოში. სტუმრებს 2 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უახლეს ტენდენციებს, დაეგემოვნებინათ გამორჩეული სასმელები და მიეღოთ უნიკალური გამოცდილება. გარდა ამისა, ღონისძიება დატვირთული იყო გასართობი აქტივობებითა და გათამაშებებით. ამ ფესტივალზე უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალების ჩატარება, იმიტომ რომ ხალხი ბევრად უფრო ინფორმირებულია, უფრო ბევრი ტიპის ვისკების სახეობას ეცნობიან, იმიტომ რომ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. მაგალითად არის ისეთები, რომელსაც ვერ შეხვდებით მაღაზიებში. წლევანდელი ფესტივალი საკმაოდ გამორჩეულია წინა ფესტივალებთან შედარებით, ხალხის ნაკადი უფრო დიდი არის, დაინტერესება გაცილებით მეტია, კონკრეტულად მაღალ ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის. ყავს როგორც ქართული, ასევე უცხოური სტუმრები. ძალიან კარგი არის ესეთი ფესტივალების ჩატარება, ზოგადად რაღაცა მარკეტინგული ნაწილისთვისაც ხო ორეკაქსელი არის წარმოდგენილი ტოპ ბრენდები ვისკის მიმართულებით, რომლებიც წარმოდგენილები არიან აქ და რაღაც ტეისტინგი მასტერკლასები და რაღაც ძალიან კაი გარემო იქნება ხოლმე და ჩვენც რაღაცა ჩვენი ძალებით ვცდილობთ რომ წვლილი შევიტანოთ ამ ყოველივეში. დაახლოებით მე-3 ან მე-4 წელიწადია დავდივართ ვისკის ფესტივალზე. უფრო მეტი ადამიანი არის შემოსული იმისთვის რომ ქართველ ვისკის მოყვარულებს გაგვაცნონ სხვადასხვა დაგემოვნების ვისკი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ყველა ნებისმიერი სხვა განვლილი წლებიდან გამომდინარე ყველაზე განსხვავებული წელი არის. ვისკის, ჯინის, კონიაკისა და სხვა ალკოჰოლური სასმელის მრავალფეროვან არჩევანს წელს ქართული ღვინოც დაემატა და დაახლოებით 15 კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა განსხვავებული სეგმენტისთვის ქართული ტრადიციული ღვინოები გაეცნო. წელს პირველად მოგვეცა მეღვინეობებს საშუალება, რომ ვისკის ფესტივალზე ჩვენც ვიყოთ წარმოდგენილები და მიუხედავად იმისა, რომ ისედაც უამრავი ღვინის ფესტივალი იტარდება საქართველოში, მოხარულები ვართ აქ ყოფნის, იმიტომ რომ ჩვენთვის განსხვავებული და საინტერესო ბაზარი არის და ეს განსაკუთრებულ და ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ ვისკის მოყვარულებსაც, ასე ვთქვათ, გავაცნოთ და შევთავაზოთ ქართული ღვინის კულტურა. ფესტივალს არა მხოლოდ ქართველები ესწრებიან, არამედ ჩამოსული სტუმრებიც ესწრებიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს როგორც ქართულ ღვინოს, აგრეთვე ქართულ სპირტიან სასმელს. ორგანიზატორების თქმით, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და შემოდგომაზე ფესტივალი ვისკისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი კონცეფციითა და გაზრდილი მასშტაბებით დაუბრუნდება.